რა აკლია შენს ტვინს სიმშვიდისთვის? როცა ნერვული სისტემა გადაღლილია, ტვინს ბალანსი აღარ გააჩნია. დომინირებს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ჰორმონები მისი ბუნებით არ არიან ცუდები. ისინი აუცილებელია საფრთხის სწრაფი რეაგირებისთვის. თუმცა, როდესაც ისინი გახანგრძლივებულად ჭარბობენ ორგანიზმში, ჩნდება ძილის დარღვევა, მუდმივი შფოთვა, დაძაბულობა კისერსა და თავში, გაღიზიანება, კოგნიტური გადაღლა, გონებრივი შეჩერება, დამახსოვრების და კონცენტრაციის გაჭირვება. ამ დროს ტვინს აკლია დამამშვიდებელი ნეიროტრანსმისტერები, სერატონინი, გაბა, დოფამინი. განტვირთვის პერიოდი, რეჟიმი, დასვენება, ძილი, ფიზიოლოგიური რესურსები, მაგნიუმი, D ვიტამინი, B-ჯგუფის ვიტამინები, ასევე უსაფრთხოების განცდა. შედეგი, ნერვული სისტემა მუდმივად სტრესშია და ტვინი მუშაობს სიგნალიზაციაში. არ ისვენებს, ღამე ვერ მშვიდდება, დილით კი ძალა გამოცლილია. რა შეიძლება გაკეთდეს? სტაბილური ძილის რუტინა, ძილი მინიმუმ 7-8 საათი. დღის განმავლობაში სეირნობა, ვარჯიში, სუნთქვითი სავარჯიშოები. საჭირო ვიტამინებისა და მინერალების კონტროლი. B12, D ვიტამინი, ფერიტინი, მაგნიუმი. საჭიროების შემთხვევაში ფსიქოთერაპევტის და ნევროლოგის კონსულტაცია.